აჭარაში ფერმერებისთვის მოტობლოკების გადაცემა დაიწყო. სასოფლო სამეურნეო ტექნიკით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 360 ერთეული იტალიური წარმოების მრავალფუნქციური მოტობლოკი გაიცემა. მოტობლოკები 5-ვე მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება. ტექნიკას ფერმერები თანაგადახდის პრინციპით მიიღებენ. ფერმერი მოტობლოკის შესყიდვისას ღირებულების 30% სიხდის, 70% კი სახელმწიფო ფარავს. მსურველებს ტექნიკის მისაღებად ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის უნდა მიემართათ. გადანაწილებისას სამინისტრომ ოჯახების სოციალური მდგომარეობით მიწის ფართობების მიხედვითი ხელმძღვანელა და პრიორიტეტები იმ პირებს მიანიჭა, რომელთაც ერთობლივი განცხადებები ჰქონდათ გაკეთებული. მოტობლოკების გაცემას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ესწრებოდა. არჩილ ხაბაძის თქმით, სამომავლოდ პროგრამის გაგრძელება და გაფართოება იგეგმება. ფერმერებს, რომელთა განაცხადი მოტობლოკის მისაღებად დაკმაყოფილებულია, ჩაქვში მდებარე აგროინვესტ ცენტრის ოფისს უნდა მიმართონ. განცხადება შევიტანე ქედის მუნიციპალიტეტში დაახლოებით დეკემბრის თვეში. ეს იყო კოლექტიური განცხადება, ჩემს ერთად კიდე ერთი 8 კაცი არის, ასე რომ მარტო ჩემი არ არის, დაახლოებით 9 კაცის არის და 9 ოჯახი მოიხმართ სოფელში. შემდეგ მოხდა მუნიციპალიტეტში განხილვა, ერთ დღესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ მოუხდე ამ პროგრამაში. დღეს გვაქვს მცირე მექანიზაციის საშუალებები, ეგრეთ წოდებული მოტობლოკების გადაცემა მოსახლეობაზე, სხვადასხვა სამუშაო იარაღებით. როგორც ხედავთ, ხალხმრავლობა არის, მოთხოვნილება არის ძალიან დიდი. რა თქმა უნდა, ყველას ვერ უზრუნველყოფთ. შესაბამისად, გვაქვს შემუშავებული მუნიციპალიტეტებთან ერთად კრიტერიუმები, თუ ვიზზე უნდა იყოს გადაცემული მოტობლოკები. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ როგორც სოციალურ მდგომარეობას, ასევე ფართობებს. მიწის დამუშავებასთან ერთად მაღალმთიან რაიონებში განსაკუთრებით დიდი აუცილებლობა არის აღნიშნული პროგრამა და ჩვენ გადავანაწილეთ 5-ვე რაიონში ეს 360 მოტობლოკი. არის ინტერესი ძალიან დიდი და მე მიხარია, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში წინა გადაცემული მოტობლოკები გამართლდა და პრეტენზია მოსახლეობისგან არ არის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ აღნიშნულ პროექტს.